სახელითა მამისათა, დadzისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. მადლობა უფალს, რომ ამდენი ადამიანის შემოკრიბა იმისათვის, რომ ღმერთი ედიდებინათ. ქრისტეს სისხლსა და ხორცს ზიარებოდნენ. ადამიანურადაც თუ ვიტყვით, ერთმანეთის ენახათ და ამისთვის ენუგეშათ, ესე იგი. ესეც ნუგეშია, ტაძარში ჩვენ მოვდივართ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა სულის გადასარჩენად, მაგრამ ერთმანეთის ხილვა დიდი ნუგეშია. შეიძლება არა იმხელა, რამხელად პირველი ქრისტიანებისა. მაგრამ პირველი ქრისტიანებისა იმიტომ იყო დიდი ნუგეში, რომ წირვის დროს თუ დაკვირვები ხართ, ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით ქრისტეას ჩვენ შორის. ხო ამბობთ. და ეს როგორც რამდენადაც მე ვიცი, იყო იმ პირველ ქრისტიანთა მისალმები. წარმოიდგინეთ ახლა, შეიძლება ჩვენ წირვიდან რომ წავალთ, ვეღარ შევხვდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ დაუდევრობა გამოიჩინოს და არ მოვიდეს. და ის პირველი ქრისტიანები შეიძლება ვეღარ შეხვედრილიყვნენ, იმიტომ რომ ვიღაც შეიძლება მოწამეობრივად აღსრულებული. ყოველ წუთში შესაძლებელი იყო ეს. ამიტომაც რომ კიდევ ერთხელ ნახავდნენ ერთმანეთს, რამხელა სიხარული ჰქონდათ. ეს რაღაცნაირად ჩვენთვის წარმოუდგენელია, მაგრამ გონების თვალით მაინც რომ მივიდეს იმ აზრამდე ადამიანი, რომ როგორ უყვარდათ ერთმანეთი, როგორ ერთად იყვნენ, სულაც საერთო აღსარების წესი ძალიან ბევრ რამეს ამბობს, ესე იგი. წარმოიდგინეთ ახლა, საერთო აღსარების წესი, ესე იგი, იმდენად ერთნი იყვნენ, იმდენად ერთად გრძნობდნენ თავს, რომ საკუთარ ცოდვას სხვათა წინაშე აღიარებდნენ, იმიტომ რომ ამით ფიქრობდნენ, რომ მე როგორც ამ კრებულის ნაწილმა ჩემი ცოდით თქვენს დაგაზიანეთ და ამიტომაც თქვენს წინაშეც ვამბობ, რომ მე ამითი დავაზიანე ეს კრებული, როგორც ერთი მთლიანი. წარმოიდგინეთ და ერთი მხრივ რამხელა თანმდაბლობა უნდა ქონოდათ და მეორე მხრივ რამხელა ნდობა იმათი, ვის წინაშეც ამას ამბობდნენ და სხვა მხრივ ამათ რამხელა სიყვარული იმის მიმართ, ვინც ამას ამბობთ. ახლა დღეს ხო ესეთი რამე შეუძლებელია. შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ როგორც სხვას. თუნდაც მრევლის წევრები, ერთმანეთს ვუყურებთ მაინც როგორც სხვას. და რაც უფრო ადამიანი ღმერთთან ახლოს არის, მით უფრო ეს სხვა ფერგვთალდება და ხდება ჩვენ ვართ. აი ესეთი განწყობა. მოციქული პავლეც ამბობს, რომ ჩვენ თითოეული ვართ იმ ერთიანი ეკლესიის ნაწილები, სხეულის ნაწილები. და შეუძლებელია სხეულის ერთ ნაწილს უხაროდეს, მეორე ნაწილი წუხდეს. იმიტომაც იყო, რომ პირველ ქრისტიანთა შორის, აი მოციქულთა საქმეში რომ არის აღწერილი, არავინ იტყოდაო თავისას თავისადო. თავისად არავინ არ იტყოდა, ეს ჩემია. ეს ჩემია. დღეს იმის გამო, რომ ეს ჩემია, შეიძლება საფლავამდე მიყვნენ ადამიანები ერთმანეთს და იქაც არაპატიონ მე. მკვდარსაც არაპატიონ. და იქ არ იყო ესეთი. თუ ვინმეს რაღაც შეეძლო, მოდიოდა მოციქულთა ფერხთით აწყობდნენ, ისინი უნაწილებდნენ მათ, ვისაც არ ჰქონდათ. ასეთი განწყობა იყო, იმიტომაც უხაროდათ კიდევ უფრო მეტად ერთმანეთი. იმიტომ რომ აი დღევანდელ სამოციქულოში მოციქული პავლე სულიწმინდის ნაყოფებზე საუბრობს და პირველ რიგში რას ამბობს? ნაყოფი სულის არის, ანუ სულიერი ცხოვრების ნაყოფი, ყველაზე მთავარი და გვირგვინი სიყვარული.
და სწორედ ამ სიყვარულიდან გამომდინარე სიხარული. იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე სიხარულიც არ არის. და ამიტომაც ჰქონდათ ესეთი ძალიან დიდი სიხარული, რომ ერთმანეთს რომ ნახულობდნენ, ამბობდნენ ქრისტეას ჩვენ შორის. ეს დღეს მსახურებაშია ჩართული, თუმცა შინაარსი ეს არის. მექანიკურად კი არ უნდა უთხრათ, ესე იგი, რომ ქრისტეას ჩვენ შორის, არამედ ღმერთიო, როგორც მოციქული ამბობს, არავის არსად უხილავსო. მაგრამ თუ ჩვენ ერთმანეთი გვეყვარებაო, მაშინ ღმერთი ჩვენ შორის იქნებაო და მისი სიყვარული ჩვენ შორის იქნება აღსრულებული. და როგორც წმინდა მამა გაბრიელ აღსარებელი და სალოსი ბრძანებს, სიყვარული ისწავლება და ჩვენ ის უნდა ვისწავლოთ. და სიყვარულს ადამიანი სწავლობს და საერთოდ ქრისტიანობას ადამიანი უპირველეს ყოვლისა, როგორც წმინდა დამთავარი გაბრიელი ბრძანებს, ოჯახი არის ყველაზე დიდი სასწავლებელი ამის. ქრისტიანობის სასწავლებელი არის ოჯახი. იქ დედმამიშვილთან დამოკიდებულება, იქ მშობელთან დამოკიდებულება, იქ მშობელი თავისი მაგალითით ჩვენ უნდა გვასწავლიდეს, როგორ უნდა მოექცეთ მშობელს, მისი ქცევით თავის მშობელთან, თავის წინაპრებთან დამოკიდებულებით თუ თავის მეგობრებთან ურთიერთობით, ესე იგი, ზოგჯერ სამწუხაროდ და არა ზოგჯერ, არამედ ალბათ უფრო ხშირადაც ჩვენ შვილებს ვთხოვთ იმას, რასაც თავად არ ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა განასხვავების, მე ჩემს თავს გულისხმობ, ზოგჯერ რომ ვაკვირდები ისეთ რამეს ვთხოვ, რასაც აღმოაჩენ, რომ მე თვითონ ვერ ვაკეთებ. და როდესაც ადამიანი თვითონ ცდილობს რაღაც აკეთოს, სხვის მიმართ უფრო მეტად მობიერია. იმიტომ რომ თვითონ რომ ცდილობს კაცი აკეთოს, ხვდება რომ ეგრე იოლი არ არის ამის კეთება და სხვასაც ეგრე იოლად არ სთხოვს. სიბრძნე სიცრუისაში როგორ იყო, როგორ მეფის შვილს, როგორ მკაცრად ზრდიდა, რომ მას თავის თავზე ქონოდა გამოცდილი, რომ ეგრე ადვილი არ არის, ვიღაცას რომ რაღაცას განუწესებ საკეთებლად, ჯერ შენ უნდა გქონდეს მრავალგზის გამოვლილი და იცოდე ის რა სირთულეა, ან რამდენად შესაძლებელია, ან რა გზაა გასავლელი, რომ ეგ აჩვენო. სამწუხაროდ ჩვენ ესე ხელაღებით ვთხოვთ რაღაცას ერთმანეთს, რომ როგორც ესე იგი სახარებაში მაცხოვარი ფარისევლებს რო ამხელს. თქვენო აღკიდებთო ტვირთსო ძიმეს და ძნელად სატარებოსო და თქვენ ამ ტვირთსო თითითაც არ გინდათ შეეხოთ. ჩვენ სამწუხაროდ ზოგჯერ ესე ვართ. სხვას ვეტყვით რაღაცას, ვალდებულებთ ეს გააკეთოს, მაგრამ ჩვენი მისკენ გახედვაც არ გინდა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი ღვთისმცნებებს მხოლოდ სხვისკენ მიმართავს. ეს ასე უნდა აკეთებდეს ისიც. ქრისტეს მცნებები არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მიმართ მომართული. მეტი არავის მიმართ. ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს ამისი შესრულება და არავის სხვას. თუ ღვთისაგან დაევალა, რომ მოსთხოვოს სხვას, მოსთხოვოს კი არა, უბრალოდ იქაც ვერ მოსთხოვოს. უბრალოდ ასწავლოს, იქაც თავისი მაგალითით გაუადვილოს, მოძღვარი და სულიერი შვილი იქნება, თუ მშობელი და შვილი იქნება, ჯერ უნდა ასწავლოს, როგორ გააკეთოს. და რამდენადაც ჩვენ ღმერთს დავცილდებით, ესე იგი, იმდენად დაირღვევა ჩვენ შორის ღვთისმიერი და სწორი დამოკიდებულება და აღარ იქნება ქრისტე ჩვენ შორის. არამედ ჩვენ შორის იქნება რაღაცა ადამიანური დამოკიდებულებები და საბოლოო ჯამში ეშმაკი. იმიტომ რომ თუ რაიმე ღვთისა არ არის, იმას ნეიტრალური პოზიცია არ აქვს. ან ღვთისაა რაღაცა აზრი თუ ესე იგი მისწრაფება თუ სურვილი თუ წესი და ან არ არის ღვთისა. და თუ ღვთისა არ არის, მაშინ ეშმაკისა. რაღაც შუალედი არ არის. ზოგჯერ ადამიანი თითქოს შუალედურ
რგოლს ირჩევს რომ აი რაღაცა თითქოს არც ღვთისკენ არის მაგრამ აი არც ისე ცუდ რაღაცას არ აკეთებს და ეს ყველაზე ცუდია იმიტომ რომ ეს ნერთბილობაა საქართველოს კიდე ნერთბილობამ არ მოიყვანა აქამდე იყო ან ერთგული საქართველოსი ან არ იყო ერთგული კაცი საქართველოსი იყო ან ღვთისმადიდებელი ან არ იყო ღვთისმადიდებელი აი ესე მკაცრად არის ეს გასამიჯნე იმიტომ რომ თუ რაღაცა ესე მკაცრად არ გამიჯნე მაშინ შენს თავს ადვილად უსვამ თავზე ხელს რომ აი ისეთი ხომ მაინც არა ვარ ის რო არის შეიძლება ისეთიც ვერა ვარ სხვა როა ისეთი მოწესრიგებული მაგრამ აი ისეთი უბედურიც ხო არა ვარ ის რო და ეგრე თავის თავს ადამიანი ძალიან იოლად პატიობს მაგრამ როდესაც ესე მკაცრად გაავლებ მიჯნას ესეც სახარებისეულია უფალი ამბობს რომ ზოგსო წაიყვანენო და ზოგი დარჩებაო ორნი იქნებიანო წისქვილშიო ერთი წაიყვანენ და ერთი დარჩება ან ერთი გადარჩება ცხონდება და მეორე ვერ ცხონდება ორნი იქნებიან ველათო ერთი წაიყვანენ მეორე დარჩება და ორნი იქნებიან ერთ სარეცელზეო ანუ აქ ცოლქმარი იგულისხმებათ ერთი წაიყვანენ და მეორე დარჩება ეს მითაი რაზეა ლაპარაკი ისე კი არ ვარ ერთი ოჯახი ვართ და კი ბატონო იმ ოჯახშიც შეიძლება ერთი ღმერთს ადიდებდეს და მეორე არ ადიდებდეს ღმერთს ერთი სხვაგვარად ფიქრობდეს მეორე სხვაგვარად ფიქრობდეს იმიტომ აი ეს აუცილებლად დადგება ეს დღესაც უკვე დამდგარია ფაქტიურად ეს მიჯნა გავლებულია და უკვე ჩანს ვინ საით ხარეს არის მაგრამ უფალი ადროებს კი არ აყოვნებს როგორც მოციქული პეტრე ამბობს უფალიო კი არ აყოვნებსო კი არ აგვიანებსო არამედ უფალი დროს აძლევს ადამიანებს რომ შეინანონ და ყველა გადარჩეს აი მაგალითად ნოე 100 წელიწადი აშენებდა კიდობას ეს 100 წელი ნიშნავს რომ 100 წელი უქადაგებდა ადამიანებს რომ გამოსწორებული მაგრამ ისინი არ გამოსწორდნენ ჩვენ ცხოვრებაში ესე იგი რამდენი რამ შეიძლება მოხდარიყოს რომ რამაც ადამიანს სინანულისაკენ უბიძგა მაგრამ ადამიანი მაინც არ გამოსწორდა აი რამდენმა რამე შეიძლება ადამიანს ეს აფიქრებინოს რომ მოდი იქნებ შევწყვიტო ის რასაც ვაკეთებ მოდი იქნებ ღვთისმცნება წავიკითხო ჯერ რას ამბობს მერე ვეცადო რომ შევასრულო მოდი იქნება დღეს წავიდე ტაძარში აღსარება თქვა ვეზიარო ახლა წარმოიდგინეთ აი ადამიანები ახლა თქვენ აქ ვინც ხართ ხო სხვადასხვა მხრიდან მობრძანით ეს თქვენი შვილები მოიყვანეთ და ესეც რწმენის გამოხატულებაა იმიტომ რომ მოციქული იაკობი ამბობს სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არსო წმენა საქმის გარეშე მკვდარია და თუ ვიღაცას ის წმენა აქვს რომ სხვა ქალაქში წაიყვანოს შვილი სულიერი სიკეთისთვის ვიღაცა შეიძლება სხვა უბანში ვერ გადაიყვანოს შვილი ქუჩის იქით ვერ გადაიყვანოს შვილი გესმით რაზეა ლაპარაკი ამიტომ ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე წავდგებით და ჩვენ აუცილებლად მაშინ როდესაც თავს ვიმართლებთ რომ აბა რა მექნა სხვა გზა არ გქონდა გამოჩნდება სხვა რომელსაც იგივენაირად სხვა გზა არ გქონდა მაგრამ გამოძებნა სხვა გზა იმიტომ რომ ადამიანი ეძებს ხშირად მიზეზებს რითი იმართლოს თავი ამ წუთის ოფერში ამ მიზეზებს იპოვეს ეშმაკი ისეთი მოხერხებულია ისეთ მიზეზებს გამოგიძებნის შენ თვითონვე დაიჯერებ რომ ო მართლა აბა რა მექნა ჯერ შენ ცდილობდი რომ გეპოვა მიზეზი რომ რაღაცა სიკეთე არ გაგეკეთებინა და მე იმდენად დაიჯერე რომ უკვე ისეთი კმაყოფილი ხარ რომ სინდის აღარ გაწუხებს ესე იგი მაგრამ თუ ადამიანი საშუალებებს დაუწყებს ძებნას იმ საშუალებებსაც უეჭველად იპოვის რომ რითი აღასრულოს ღვთისმცნება იმიტომ რომ ვინც ეძებს ის პოულობს უფალი ამბობს ვინც ითხოვს მიეცემა ვინც აკაკუნებს გაეღება და უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს რომ
რატომ არ გვაქვს ჩვენ სულიერი სიკეთეები? იქნება იმიტომ, რომ არ ვეძებთ. იქნება იმიტომ, რომ არ ვითხოვთ. იქაც კი, სადაც ადამიანი სულიერს უნდა ითხოვდეს, იქაც მხოლოდ ხორციელზე ვარ ჩვენ გადართულები. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ერთ-ერთი ესეთი მონასტერი იყო, რომელიღაცა წმინდა ადამიანის წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს და ადამიანები მიდიოდნენ. აი დაახლოებით ისეთი რამ მოხდა ჩვენთან, რომ მამა გაბრიელის საფლავი რომ გახსნეს და მთელი საქართველო იქით მიდიოდა. და ერთ ადამიანს ღმერთმა გაუხსნა სულიერი თვალი და ხედავს ადამიანის ფიქრებს, თუ ვინ რა ფიქრებით მიდის, რა სურვილებით, რა სათხოვარით მიდის. და იქ ხედავს, რომ ყველა რაღაცა ძირითადად ყველა რაღაცა მატერიალურს ითხოვს. ის ასე კარგად იყოს, ახლა აღარ ჩამოთვლი, რაც არის ჩვენი სათხოვარი ხოლმე, ჩვენზე კარგად ვინიც. მაგრამ იშვიათად რომ ენახოს ვინმე ითხოვდეს, რომ უფალო, აი მე შურიანი ვარ და შემეწიე, რომ გავთავისუფლდე აქედან. მე მრისხანე ვარ, მე ზარმაცი ვარ, თუ უწმინდურად ვცხოვრობ და შენ შემეწიე, რომ აი ამ წმინდა ნაწილების, წმინდა მამის მეოხებით რომ გავთავისუფლდე. ესეთი რამე ძალიან იშვიათად ნახამაა. და სავარაუდოდ იგივე იქნებოდა მამა გაბრიელის შემთხვევაშიც. იმიტომ რომ ადამიანი უფრო ამას ითხოვს. და რომ ითხოვდეს ადამიანი სულიერს, მოციქული იაკობი ამბობს, რომ ითხოვეთო ღვთისაგან, რომელიც ყველას აძლევს და არავის აყვედრებსო. და თქვენც მოგცემთ. ანუ თუ ვინმე ფიქრობს, რომ სულიერად ნაკროლევანიაო, ითხოვესო ღვთისაგან და ღმერთი, რომელიც ყველას აძლევს, მასაც მისცემს. მაგრამ ითხოვოს რწმენითო. რადგანო დაიჭვებული კაცის ლოცვა გავს ზღვის ტალღას ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს. ანუ ეს სუსტია. ქარისაგან მიმოტაცებული, ქარისაგან გაფანტული ტალღა შეხებად დაშლილი აღარ არის ძლიერი, ანუ დაიჭვებული კაცის ლოცვა აღარ არის ძლიერი. მაგრამ თუ ადამიანი რწმენით ითხოვს სულიერს, მაშინ მას მიეცემ. როგორ უფალი ამბობს, შვილი რომ მამას პურს სთხოვდეს, პურის მაგივრად თუ ქვას მისცემსო? ან თევზს რო სთხოვდეს, თევზის მაგივრად მორიელს მისცემსო? არ მისცემს. და თუ თქვენო ადამიანებმა იცითო კეთილი მისაცემელის მიცემაო, განაჩემი ზეციერი მამა არ მისცემსო? ამიტომაც აი ჩვენ ვერ ვიმართლებთ თავს, რომ არ გქონდა შესაძლებლობა სულიერად გვეცხოვა. თუ არ გქონდა, რატომ არ ვითხოვდით? და თუ ვითხოვდით და რწმენით ვითხოვდით, უეჭველად მივიღებდით. აი ამაშია საქმე. აი ჩვენ იმის მეათედსაც რომ ვაკეთებდეთ სულიერ სფეროში, რასაც ხორციელზე ვფიქრობთ, ძალიან კარგად იქნებოდა ყველაფერი. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი აი კვირა დღე დგება და წირვაზე უნდა წავიდეს, იქაც გამოიჩენს ათას რაღაცას, რომ აი რაღაცის გამო მერე თავს იმართლებს. იმ ლოცვის გამო, იმ სახარების, აი მოდი ახლა ჩვენს გულებში ჩავიხედოთ. ახლა აქ ვინც ვდგავართ, განა ყველა ვკითხულობთ ყოველდღიურად, სახარებას ყველა ვკითხულობთ. საქმე მოციქულთას ყველა ვკითხულობთ. წმინდა მამათა ნაწერებს, ანუ დღე არ გავარო, არ წავიკითხოთ. აი წარმოიდგინე და რას ვამბობთ ჩვენ იცით, განა არ გვინდა, კი არ უარყოფთ რაღაცას, გვინდა, ყველა ვამბობთ, მაგრამ და უკვე დავაჯერეთ ჩვენს თავს, რომ დრო არ აქვს. და დრო იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე იმას ჭირდება, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, იმაზე გაცილებით მეტი გვაქვს. მაგრამ ეშმაკი არ ანებებს, ესე იგი ადამიანს თავს. ჩვენ ახლა წუწუნებ და ვამბობთ, რომ აი ეს ბავშვები, ეს ტექნიკა, ეს რა ბავშვები? რა ბავშვები? მოხუცი ბებო და პაპა ისევ შენივრად აღაიქებენ წყალებში, არ უნდა მაგას ბავშვები. მაშინ რა? ერთ-ერთი ქართველი მომღერალი რა
ახალგაზრდებს რა მოვკითხო, ბებრებია ატეხილიო. რა უნდა მოსთხოვო ბავშვებს, რასაც უყურებენ ის არის. უბრალოდ ბავშვს უკეთესად გამოსდის, ალღო. არა, ბავშვები ვერ მჯობნიან მე მგონი ჩვენ და. რატო ამბობ? იმაში იკარგება ძალიან ბევრი დრო. ძალიან ბევრი დრო იკარგება. არაფრის მომცემ ერთი და იგივეობაში იკარგება ძალიან ბევრი დრო. იმდენად ბევრი დრო იკარგება, რომ აი ისე მე ჩემ თავზე გამომიწევ, ისე გამოგფიტავს ხან, რომ აღარ გინდა არაფერი. მაგრამ წიგნი პირიქით გავსებს. წიგნი გავს, ამიტომ ადამიანმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუდოს რაღაცა ზღვარი. დაუდოს ზღვარი და შეიგი ის დღე, როდესაც სახარებას არ კითხულობს ადამიანი, როდესაც მინდა მამათან აწერებს არ კითხულობს, სალმონს არ კითხულობს, აი მაგალითად სალმონის შესახებ წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, ჯობია მზე არ ამოვიდეს, ვიდრე სალმონი არ იქნას წაკითხული. იმდენად დიდია თავისი მნიშვნელობით. წარმოიდგინეთ, აი როგორ შედარებას აკეთებს. უბრალოდ ჩვენთვის ეს სულ ერთი გახდა. რაღაცნაირად, აი იმდენად მივეჩვიეთ იმ უგემურს, რომ იმ გემრიელისგან სწრაფა აღარ აქვს. და წმინდა წერილი ამბობს, რომ თუ ადამიანი ერთხელ გაუსინჯავს ქრისტეს გემოს, ის ვეღარ მოცილდება. მაგრამ აი არ უსინჯავს ადამიანი გემოს. ამიტომაც არ არის მერე ჩვენი სულიერი წინსვლა. ახლა ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ აი ძალიან კარგად ეკლესიურად ცხოვრობთ. ადამიანმა ხშირად საკუთარ თავს სხვისი თვალით უნდა შეხედოს. და თუ ამას გულწრფელად გააკეთებს, საკუთარი თავი არასოდეს არ მოეწონება. არასოდეს, აი უგამონაკლისოდ, არასოდეს არ მოეწონება. ყოველთვის აღმოაჩენს რაღაცას, რაც აი კიდე არ მოსწონს. და ეგ რაც არ მოსწონს, არასოდეს არ დაილევა. და თუ როდისმე დაილია და თქვა, რომ ეხლა ყველაფერი მოსწონს, ესე იგი გზიდან არის გადახვეული. ესე იგი ის ქრისტეს გზაზე აღარ მიდის. ეგ არის ერთ-ერთი აი უტყუარი ნიშანი. თუ საკუთარ თავს უყურებ და ყველაფერი მოგწონს, ესე იგი შენ ქრისტეს გზას არ ადგიხარ. და თუ ადამიანი ასე შეხედავს თავის თავს, რომ არ მოსწონს თავისი თავი, მაშინ აღარ ეცლება სხვების გამკითხვისთვის. ახლა მაგალითად, ჩვენ როდესაც სახლში წყალი არ ჩამოგდის და სარკმელი არ არის ჩატეხილი და ქარი არ უბერავს, დავსხდებით, ვიჭორავებთ, სხვებსაც განვიკითხავთ, 1000 რაღაცას მოვყვებით. მაგრამ თუ ფანჯარა ჩატყდება და ჭერიდანაც წყალი ჩამოდის, ამისთვის აღარ გვეცლება. ჯერის გვექნება შესაკეთებელი. ვეტყვით, რომ მოდი ჯერე შევაკეთოთ და მე რომ დამშვიდება ყველაფერი, მე ვილაპარაკო და ის არასოდეს არ დამშვიდება. წყალი ყოველთვის წეთავს. ეგრე ვერასდროს ვერ შეაკეთებ, იმიტომ რომ შეაკეთებ, ეშმაკი ეცდება სხვა მხრიდან ჩაამტვრიოს, იქიდან შემოძროს. ის არასოდეს არ დამშვიდება. როდემდე არ დამშვიდება, იცით, სანამ ადამიანის სული და ხორცი ერთად არის, არ დამშვიდება ის. და ჩვენი სულიერი ბრძოლაც არ მორჩება. ამიტომ აი წმინდა მამები, როდესაც უკვე გარდაცვალების პირას იყვნენ და რაღაცა საქებარს მოისმენდნენ, აი შენ უკვე ეშმაკები რო ეცხადებოდნენ სხვადასხვა საქმე, აი შენ უკვე მიაღწიე რაღაცას. არა, ისინი ამბობდნენ, ჯერ არაფრისთვის არ მიმიღწევია. აი ბოლო ამოსუნთქვამდა, იმიტომაც გვარიგებენ წმინდა მამები და გვეუბნებიან, რომ საფლავის კარამდე შენს თავს არ ენდო. არ ენდო და არ თქვა, რომ აი მე ეს უკვე დავძლიე რაღაც. ეშმაკი წყლისფერია, რომ გეგონა, რომ ის აღარ მოხდება, ზუსტად შეიძლება მაშინ მოხდეს. ამიტომ ყოველთვის სიფრთხილით უნდა იყოფალი ამბობს სახარებაში, რომ მაშინო როდესაც მე ვეტყვი ადამიანებს, რომ არ გიცნობთო თქვენო, ადამიანები ეტყვიან უფალო, განა შენი სახელი თავ წინასწარმეტყველებდით, განა ჩვენს უბანში არ მოდიოდი და არ გვასწავლიდით, განა ერთად არ ჭამდით და სვამდით. ან შეიძლება ჩვენც მივამატოთ,
თანაც ჩვენს უბანში არ იყო ტაძარი, ხო დავდიოდით, ხო ამბობდით აღსარებას. ხო წირვაზე მოვდიოდით, ხო სიკეთესაც ვაკეთებდით, მაგრამ ამითი არ უნდა იყო დაიმედებული. იმიტომ რომ შეიძლება ამ წამს რაღაცას აკეთებ, მაგრამ ხვალ შეიძლება აღარ აკეთებ. და ეს იმდენად ნელ-ნელა ხდება, ეხლა მაგალითად ეს ტაძარი 2014 წელს გაიხსნა. ამ ტაძარში ყოფილან ადამიანები, ვინც ეკლესიურად ცხოვრობდა და ყველა ტაძარში ყოფილა ეს. მაგრამ ნელ-ნელა ეშმაკმა მოახერხა და განელდნენ ისინი. მიატოვეს ის, რასაც მანამდე აკეთებდნენ. და რა გასაკვირია, მრევლმა ეგ გააკეთოს. ეშმაკმა მოახერხა და 12 მოციქულიდან წარმოიდგინეთ, ერთი დასცა. და 120 კაციდან რომ 10 წაიქცეს, სულაც არ არის გასაკვირი. როგორც მოციქული პეტრე ამბობს, ეშმაკიო, როგორც აი მყვირალი ლომიო, ესე დაძრწისო, რომ თავისი საკბილო იპოვოსო. ან ის ამდენად გვემტერება ჩვენ. და ჩვენ რა გვაქვს თავის დასაცავად, რას ვიყენებთ თავის დასაცავად, აი ეგა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დღეს აქვთ გავართ ტაძარში, მაგრამ ხვალზე გაგვიდგები თუ არა, ან მე და ან თქვენ, ეგ არავინ არ იცის. აი იმის იმედად, რომ მე უკვე აქავარ, ეგ არ ნიშნავს უკვე, რომ გარანტია გაქვს, რომ სულ აქ იქნება. იმას ჭირდება ყოველდღიურად მოფრთხილება, დაკვირვება, გააზრება იმისა, სხვამ რატო მიატოვა ეკლესიური ცხოვრება. იმიტომ რომ წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით სულიწმინდა ამბობს, რა მდგომარეობაშიც მოგისწრებს სიკვდილი, იმ მდგომარეობით განიკითხები ღვთის წინაშე. მე რა რომ 10 წელი დადიოდი და ყოველ კვირა ეზიარებოდი. გარდაცვალების წინა პერიოდში შენ თუ მიტოვებული გაქვს ეგ გზა და აი ესე წარდგები ღვთის წინაშე. უამრავი შემთხვევა ყოფილა, მრავალი ცოდვილი ადამიანი მოქცეულა, მიუტოვებია თავისი ცოდვიანი გზა, სიწმინდის, სინანულის გზას დადგომია. ზოგს ვერც მოუსწრია ამ გზაზე დიდხანს სიარული, მაგრამ უფალს შეუწყალებია ესეთები. და თავადო გვეუბნება მე-11 ჟამის მუშაკით უფალი ამიგავით, რომ ესე იგი ბოლოს მოსულიც შეიძლება გადარჩეს, მაგრამ თავიდანვე მოსულმა შუაგზაში თუ მიატოვა საქმე, ის ვერ გადარჩა. ამიტომ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ჩვენ როდის მოვედით. აი მაგალითად ბავშვები, აი პატარა გოგო ბიჭები არიან, ზოგი სულაც მე-40 დღეს მონათლავს შობელი, ამაშიც გულისხმიერებას გამოიჩენს, მონდომებას, ზოგი 40 წლის ანათლავს. ეს ცოტა გვიანია, ვილად რო ვთქვა. 40 დღის ამონათლავს, მეორე დღესე აზიარა თუ ზოგმა ესე დაიწყო ცხოვრება. ზოგმა შუახნისამ, ზოგმა მოხუცებულმა, მაგრამ ამას კი არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. როცა მოგიწოდა უფალმა, იქიდან მოყოლებული ბოლო ამოსუნთქვამდე რო იქ უნდა იყო. აი მაგას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ სხვადასხვა დროს მოვედით, მაგრამ ვიღაც ვინც ბავშვობიდან დაიწყო ქრისტიანობა, მარტო იმიტომ რომ ბავშვობიდან დაიწყო, ჩვენზე წინ კი ვერ დადგება. ან ჩვენ რო სხვაზე ადრე დავიწყეთ. თავარია ბოლოს რა იქნება. ან საერთოდაც რისთვის მოვდივართ? რისთვის მოვდივართ? აი უნდა იკითხოს კაცმა თავის დროს. მე რამე ვისწავლე აქ რომ მოვდივარ. ზოგმა იცით რა ვისწავლეთ? რა ის ხაზე უკეთესი გავხდი. ზოგმა ეს ვისწავლეთ. ზოგმა საკუთარი ცოდების ხედვა ისწავლა და სხვაზე უარესი გონია თავი. სხვის სათნოებებს ხედავს, თუმცა ესეთები იშვიათად არიან. სხვის სათნოებებს ხედავს და საკუთარ ნაკლს. უმეტესობა ჩვენგანი ვხედავთ საკუთარ დამსახურებებს და ღირსებებს და სხვების ნაკლს. აი უმეტესობა ესე ვართ. როგორც ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების ისტორია, უმეტესობა ესე ვართ სამწუხაროდ, მაგრამ იმიტომ რომ ცოტანი არიან იმ გზაზე დგანან უფლისკენ რომ მიდის. უფალმა ყველას მოუწოდა, მაგრამ მცირედია რჩეული. და ვინ იქნება რჩეულთა შორის, იმითი განისაზღვრება, ვინ უფრო მეტად ისწავლის უფლისაგან სიმდაბლეს, მორჩილებას, სიყვარულს, არა გარეგნულ წესებს, რომ ქრისტიანს გავდეს,
არამედ შინაგანად რამდენად დაემსგავსება ქრისტეს. რამდენად იქნება ეს ბავშვი შეგიძლიათ საკვირაო სკოლის ოთახში გაიყვანოთ, რომ არც მაგან იწვალოს და არც ხო. იქ თბილად ანუ მიეხმარით, შეიძლება არ იცოდო. და აი ოჯახში კიდე ოჯახში როგორ არის ღვთისგან მოწყობილი რომ მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის თავი. ქალი ემორჩილებოდეს მას. მამაკაცი ღვთის მორჩილი და მოშიში უნდა იყოს. და მეუღლე თავგანწირვით უყვარდეს. ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს. და შვილებს არ დაჭირდებათ ჩიჩინი რომ ასე გააკეთე და რასაც მაგალითით ნახავენ ის იქნება. ეს სახარებისეული სწავლებაა ესე. ზოგი ასედაც ამბობს რომ ეს მორჩილება მონობა, მაგრამ პავლე მოციქული სიტყვა მორჩილებას ამბობს. და თუ ზოგჯერ არის ხოლმე მთელი ისინი რომ მონობისკენ მოუწოდებენ, მონობისკენ კი არ მოუწოდებენ, მორჩილებისკენ მოუწოდებენ და თუ მაინც ვინმეს რამე შეკითხვები აქვს, ამას მე კი არ ვამბობ, მოციქული პავლე ამბობს და იქ რო შეხვდებით, შეეკითხეთ რა იყო, რას ამბობდა. ხოდა თუ შეხვდებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხოდა მორჩილება ისაა, რომ ღვთის მორჩილება გასწიო ადამიანი. კაცი რომელიც ქრისტეს უჯერებს და მისი მცნებებით ცხოვრობს. კაცი თუ თავისი ახირებებით ცხოვრობს, იმაზე კი არ არის ლაპარაკი. კაცი თუ ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს, იმას უნდა დაუჯერო. კაცი თუ ცოდვისკენ გიბიძგებს, იმას თუ დაუჯერე, ის არის მონობა. მაგრამ კაცი თუ ღვთის მოშიშია და თუ მეუღლე უყვარს, აი ის არის ღირსება კაცის. ქალის ღირსება მისი მორჩილება. აი მანდილი რატო ახურავს კაცს? ეგ მისი გამოხატულებაა მორჩილებისა, თამდაბლობისა. თუმცა მარტო მანდილი კი არ შველის საქმეს. შეიძლება მანდილი ახუროს, მაგრამ შინაგანად ესეთი არ იყოს. მხოლოდ გარეგნული სახეც არაფერს არ ამბობს ესე იგი. ამიტომაც აი ყველაფერი ღვთისმიერად რო კეთდებოდეს, ადამიანი უფრო ბედნიერი იქნება და უფრო ახლოს იქნება ღმერთთან და ეს სიახლოვე მას იმდენად გაახარებს, რომ ამას აღარც კი მოწყდება, მაგრამ ჩვენ უძღები შვილივით მამის სახს მოცილებულები ღორების საკვებით გვინდა ხოლმე ზოგჯერ რომ დავნაყრდეთ ესე იგი, ან საეშმაკო სიამოვნებებით, სიხარულებით და ეს ადამიანს არ ანაყრებს. იქამდე ვიდრე არ მიხვდება რომ უნდა შეინანოს და მამასთან მივიდეს და შენდობა ითხოვოს და მამაც სიყვარულით ელოდება თითოეულ ადამიანს. ღმერთმა დაალოცოს ეს ბავშვები მშობლებო თქვენ მადლობას გიხდით პირველ რიგში ნდობისთვის რომ ეს ბავშვები აქ მოიყვანეთ და ღმერთი შეეწიოს თქვენს მონდომებას და თქვენს ღვთის მოყვარეობას, რომ აი ეს ბავშვები ესე იგი დღეს და ხვალ შეიძლება ამისი შედეგები არ ჩანს, მაგრამ აი ეს ორი პატარა კუდრაჭარო ეხლა ჭუკჭუკებენ. შაშანაც ესე ლაპარაკობდნენ და მერმისაც თუ ესე იქნება და 10 წლის მერეც უკვე ეგ ნიშნავს, რომ საქმე გაკეთებულია. ესენი ერთად არ ცხოვრობენ, სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, მაგრამ აი ესე რომ ნელ-ნელა გაიზრდებიან და ყველა კუთხეში ერთი გულითადი მეგობარი ყავდეს, რა უთხრა მამა, წადი და ყველა მხარეშიო სახლი ააშენო, ეს მართლა წავიდა დატვირთული ბლოკებით, მაგრამ მამა მეგარ უთხრა. მამა უთხრა რომ წადი და მეგობარი ყავდეს. აი ეს არის აქ ესეც ხდება. ღვთისმოყვარე მეგობარი ყველა კუთხეში ყავდეს, ეგ ნიშნავს რომ საქართველოში ყველგან მასპინძელი ხარ. ისედაც ქართველი კაცი ყველგან მასპინძელია. სტუმრად არსად არ უნდა ითვლებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უკეთ გამოდის ეგ ამბავი. ბევრი ვილაპარაკე შენდობას.